რა თქმა უნდა თუ არგუმენტზე ვიტყვით ახლა ეს ის იყო რომ ყველაფერზე შეუძლია თქვას რომ არგუმენტი არ არის ჩვენ მიჩვეული ვართ მაგ პიროვნებისგან ესეთ საუბრის სტილს წინაზე იყო რომ უზდელი ხარ უკულტურო IQ-ს სახილი ახლა არგუმენტი ნუ ახლა შემდეგზე კიდე რაღაცას ანუ აქ საერთოდ ჩვენ ქართულ მოცემამ დააწესა რაღაც ესეთი ფორმა მათთან ლოგიკური მსჯელობა მიზეზშედეგობრიობა რა ვიცი აი ლოგიკური ოპერაციები არ მუშაობს იმიტომ რომ მათი აზროვნება ის ფორმა, რომელსაც ისინი საჯაროდ გვთავაზობენ, ეს არის პრელოგიკური. ისევე როგორც პრელოგიკური, აი ეს არის პირველყოფილი ადამიანის ცნობიერება, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ამაში არანაირი გონება, არანაირი ლოგიკა, არანაირი საღი აზრი არ დგას. აი ლევან გორდეზიანმა, პროფესორმა ლევან გორდეზიანმა აღნიშნა კიდევაც, რომ ეს გამოცხადება ქონდათ, ვიღაცამ გითხრათ, ხმა მოგესმათ ციდან თუ აი ამ დონის აბსურდი არის, ხო? ანუ რა კაბალა არის რიცხვების მაგიაზე, გვაგჯადოქრობაზე ლაპარაკი თუ რატომ? ანუ გაუგებარი არის. ანუ სამყაროში არსად არ ფიქსირდება ასეთი არა, არც შეიძლება კაბალაში და მისტიკაში იყოს რაღაცა მსგავსი, მაგრამ ამას არაფერი საერთო უმაღლეს განათლებასთან და განათლების პოლიტიკასთან არ აქვს. მომავალი ასტროლინგვისტები გვეტყვიან, სამყაროში არქეოლოგებიც და ალბათ ის ალქაშა მეხანძრეობა ჩვენი ბავშვობის ანეკდოტი იყო, შემდეგი ფაკულტეტი უნდა გაიხსნას. და მე გამოვიდნენ და აბა არგუმენტი გითხარით რომ არ არის საჭირო. ერთი და იგივე არის. ანუ თავისთავად ახლა ირაკლი კობახიძე აი განსხვავებით მან ძალიან კარგად იცის ყველაფერი რასაც აკეთებს, რასაც ჩადის, იცის როგორ დემაგოგიასაც უშვებს და მაინც აკეთებს. იცის რა დამღუპველი არის. ეს არ არის იქ რაღაცა ლაშხი და ვიღაცები, რომლებიც ნუ შეთქმულებები ელანდება და მასონებზე გელაპარაკებენ. ეს სხვა კატეგორია არის. სხვა კატეგორია არის, რომელსაც აქვს ლოგიკური აზროვნების უნარი და ძალიან კარგად იცის რა შეჩადის. ანუ ის რომ მან არ იცოდა და ამიტომ შეცდომით ჩაიდინა რაღაცა, მასზე არ ვრცელდება ზუსტად ეს არგუმენტი. ეს არის ამდენად გეგმაზომიერი მიზანმიმართული პოლიტიკა რომ რა ვიცი მოსახლეობა აქციონ აი იმ დონის ადამიანებად, რომლებისთვისაც მათი პრელოგიკური პირველყოფილი ადამიანის ცნობიერება მისაღები და დასაჯერებელი იქნება. აბა ომი გინდათ? ანუ შეიძლება ეგ იყოს რომ უნივერსიტეტის რეფორმის გაუქმებების და იმის წინა ასე იგი ომი გინდათ. აი როგორც ომზმის სურვილს არ ნიშნავს ის რომ შენ თუ რაღაცაში მათ არ ეთანხმები ესე გაუცილებლად ომი გინდა, ესეც ხო მათი გამოგონილი არის რომ ვიღაცას ომი უნდა საქართველოში, ხო? და როგორც ფაქტი ისე მოგვასადეს და როგორც არგუმენტი, აი არ ეთანხმები ესე იგი ომი გინდა. რაღაც 1+1, ანუ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი არ მოგწონს, ესე იგი ომი გინდა. ალბათ, ან რა ვიცი, იმასე კოსმოარქეოლოგიის წინააღმდეგი ხარ, ესე იგი რაღაცა deep state-ისგან იმართები, ხო? ანუ მეცნიერება და უმაღლესი განათლება. თქვა რომ არის რესურსების ნაკლებობა და ამ რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით სახელმწიფო უნივერსიტეტებში უნდა გაატაროს ისეთი რეფორმა, რომ ცოტა ფულის პირობებში მიიღოს უკეთესი. ეგეც აბსურდული ანალოგია ფეხბურთის გუნდთან შედარება და რაღაცები, სოციალ ძალიან კოლონიური წარმოდგენით. აი დინამო თბილისი რო იყო და დანარჩენი ფეხბურთი არ არსებობდა და ეს იწოვდა ყველას რომ მე აი წარმომადგენელი ყოლოდა იმპერიულ სისტემაში არა და ეს ხელოვნურად იყო აი ჩამოიშალა საბჭოთა კავშირი და ვინახეთ ფეხბურთი არ გქონია იმიტომ რომ ის უნდა აღდგეს სწორედ აი პატარ-პატარა ჩემპიონატებით და გამოირკვეს ვინ არის და არა ის რომ რაღაცა ხარკივით იხადო ღალალ და ბეგარასავით მიყავდეს ერთ გუნდში და იგტენით მეორე დამოკიდებულება ავიღოთ კაი ოპტიმიზაცია უნდა ხო ჩვენ ანუ ეს აკადემიური პერსონალი ისინი ვართ რაღაცა საქონელი რომელიც ერთი ფერმიდან მეორეში უნდა გადარეკო და ანუ მონების ბაზარია თუ ანუ რა დამოკიდებულება არის გარდა იმ ცინიზმის და უზრდელობისა რომლის დემონსტრაციას გუშინ ჩვენ დავინახეთ აი მართლა შეურაცხყოფელი ადამიანისთვის ცინიზმი აყვანილი აი ცივსისხლიანი ცინიზმი რა შეურაცხყოფელი იყო იმის ყურება ჩემთვის გარდა იმისა რომ მართლა 68% გამოთვალა ყველა ხო ლაპარაკობდნენ პრემიერ-მინისტრის ძირითადად და ხანდახან ის პოლკოვნიკი მიქანაძე
აუცილებელია. მგონი არა, კი, ირონიაა ჩემი მხრიდანაც, მაგრამ მართლა რა შუაშია პოლიციის პოლკოვნიკი განათლების მინისტრად და მეხანძრე, რა ვიცი, კულტურის მინისტრად და აი სადამდე წავა ეს ფანტაზიები, ხო? ბოლშევიკებს 20-იანი წლების ბოლშევიკებს რო დავცინოდით და იმაზე უარესი კოშმარი რო დაგვიყენეს რეალობად. იმ მიზნისთვის ალბათ შესანიშნავი როლი აქვს, რომ პოლიტიკური დავალება მოვიდა და ის პოლკოვნიკი იქნება თუ ძალოვანი სტრუქტურის აი ეგ არის, ის ვინც საერთოდ არაფერი საქმე არ აქვს განათლებასთან, განკარგავს განათლებას, არა? ეხლა რაღაცა ზღვარი არსებობს, არა მართლა ყველაფერზე.